მერიის სამსახურების პარალელურად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით რიგითმა ბათუმელებმაც დაიწყეს. აჭარის სანაპიროზე დაფიქსირებული 5 ბალიანი შტორმის შედეგად ბულვარში არსებული სასეირნო ბილიკები და გამწვანების ზოლის ზღვიდან გამოტანილი ნაშალით არის დაფარული. ბულვარში დილიდანვე შეკრებილი მოქალაქეები ტერიტორიის დასუფთავებას საკუთარი ძალებით შეუდგნენ. ისინი თანამოქალაქეებს მაგალითიც გაზიარებისაკენ და ზღვისპირა ზოლის დასუფთავებისაკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ აჭარაში ბოლოს მსგავსი ძლიერი შტორმი ამავე წლის 3 ივლისს დაფიქსირდა და მის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივებმა 5 მილიონი ლარი გამოყო. მოგეხსენებათ, შტორმი იყო ბათუმში და დავინახეთ, დაბინძურებული იყო ბულვარის ტერიტორია და სოლიდარობის მიზნით, როგორც პროკავშირებს სოლიდარობა ჭირდება, თანადგომა ჭირდება, ასე ჭირდება ქალაქს თანადგომა და ყველას მოუწოდებს, რომ გამოვიდეს და მისი წვლილი შეიტანოს ქალაქის დასუფთავებაში. მითხრეს, რომ ასეთი აქცია ტარდება, ჩვენს ქალაქს უნდა დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ასეთი შტორმის შემდეგ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ ჩვენი ინიციატივით, გამოვსულიყავით და რაც შეგვეძლო, ცერეოდი ჩვენი ღვაწლით, ასე რომ ვთქვათ, შევიტანოთ და გავაკეთოთ, გავასუფთავოთ ბულვარი, რასაც შევძლებთ, რა თქმა უნდა.